ძალის დემონსტრირება მოგესალმებით მე ვსალმობ ჩვენს მაყურებელს ეს არის ძალის დემონსტრირება ეხლა ამ კაცს ერთადერთი მეტნაკლებად ხელუხლებელი ინსტრუმენტი რითიც ახერხებს ავტოკრატიის დაჭერას არის პროპაგანდა და სიამოვნებაში ეს ყველაფერი არის მარტო პროპაგანდისთვის მანამდე ამუშავებს მთელი თავის ეს სუნიანი ტროლების ფაბრიკა ჯიბის ექსპერტები ყველა ჩართული ყავთ მთელი სისტემა გოგა ხაინდრავადან დაწყებული უკანასკნელი ტროლით დამთავრებული მთელი სისტემა ჩართული დაშინების მეთოდში და ეხლა ეს ყველაფერი ჰაიპი შექმნეს იმისთვის რომ ვითომ აქ რაღაცა დაძაბულობა არაფერი არ არის მშვიდობიანი აქცია კონსტიტუციური უფლება რომელზეც ფიცი აქვს დადებული წესით ამ ხალხს ეხლა ვინც არის და ნახევარი თუ ტიტუშკები არ არიან გადაცმული ფიცი აქვს ამ ხალხს დადებული კონსტიტუციაზე კონსტიტუციური უფლება არის შეკრების თავისუფლება და ამ შეკრების თავისუფლებას დავიცავთ ბოლომდე არავინ არაფერს ცუდს აქ არაფერს ჩვენ აქ შევიკრიბეთ და ის რასაც აკეთებს ეხლა ეგ არის ჩვეულებრივი ავტოკრატიული დაშინება ამიტომ არ გვეშინია ეს ვერ გაიგო ამ კაცმა ორი თვის თავზე ჯერ კიდე ვერ იაზრებს ამ ხალხს არ ეშინია მისი ამ რაღაცა ძალიან იაფფასიანი მუქარების რომ არ ეშინია ხალხს ალბათ ამის დემონსტრირება იყო გუშინდელი დღეც იმიტომ რომ სახლებში შევარდნის სერია ვიხილეთ დღევანდელი დღის შიში ხო სწორედ რას ეძებდნენ გაურკვეველი იყო გაურკვეველი ნივთებიც წაიღეს ამ ადამიანებს რაღაც ანტიკვარული ნივთები მათ შორის და რა შეიძლება ვიხილოთ მომავალ დღეებში თუ კი დღეს აი თუნდაც დაკავებების სერია გაგრძელდა და აი ამაზე წავიდა ისევ არალეგიტიმური ხელისუფლება ჩვენ ახლა რასაც ხედავთ ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების სრული მოჩლუნგება და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით და ძალოვანი სისტემის მთლიანად აი მოროდიორებად გადაქცევა უკანასკნელი ესეთი მეხსიერებაში ამბავი გვაქვს 2008 წლის ომის დროს უნიტაზები რო წაიღეს რუსის ღორმა ჯარისკაცებმა ამ ქვეყნიდან უნიტაზები სუნამოები მიაქვთ ხალხო სახლებიდან ამიტომ ერთადერთი რაც ივანიშვილს ამ პროცესიდან დარჩება აი ამ რაღაცა შიშის კამპანიიდან არის მოროდიორებად ქცეული პოლიცია და ჩამოშლილი ტყუილის მანქანა მეტი არაფერი ეს ხალხი აქ იდგება და ნებისმიერ ადგილას მშვიდობიანი ფორმით თავის ყველა კონსტიტუციურ უფლებას დაიცავს და მხოლოდ ესე აი ამ მშვიდობიანი ფორმით ეტაპობრივად ნელ-ნელა ჩამოიშლება მარტივი არ არის ავტოკრატიის ჩამონგრევა მოთმინება უნდა და მოთმინება და გამარჯვების ჟინი აქეთ ბევრად უფრო დიდია დამიჯერე ვიდრე სახეზე რაღაც ჩულკ ჩამოფხატებულ ახალგაზრდა ბიჭებში რომელმაც საერთოდ არ იციან რატო არიან აქ საერთოდ რა უნდა ცხოვრება შეეგაღარიციან და იღუპავენ თავს